მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთედოლიძე ვარ. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ოზურგეთში ხორცისა და ხორც პროდუქტების ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. როგორც გაირკვა, ოზურგეთში თაყაიშვილისა და გურიის ქუჩებზე ფუნქციონირებდა კუსტარული საწარმოები, რომლებიც ხორცსავალდებულო აღიარების გარეშე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა. სესის ინფორმაციით ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. დაილუქა საეჭვო წარმომავლობის 135 კილოგრამზე მეტი გოჭისა და ფრინველის ხორცი. საწარმოები დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მანანა ერქომაიშვილი ამბობს, გეგმიური მონიტორინგის გარდა სააგენტოს თანამშრომლები ასევე ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზეც ახორციელებენ შემოწმებას და ოზურგეთში არალეგალური საწარმოების გამოვლენის პროცესი კვლავაც გრძელდება. საქმიანობდა აღიარების გარეშე, იმიტომ რომ ცხოველის დაკლა ხდება სასაკლაოზე. ეს იყო ვეტერინარული დედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი და კანონმდებლობით ეს ითვლება მავნე სურსათსა და შესაბამისად განადგურდა ეს დაილუქა ეს სურსათი, განადგურდა ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. ვინ რეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოწმებს წლის განმავლობაში ერთჯერადად. მაგრამ არის ცხელხაზზე შეტყობინებები, ეხლა მიმდინარეობს არალეგალური, ვინც არალეგალურად მუშაობს, კონტროლს არ ექვემდებარება, ვცდილობთ, რომ ეს ობიექტები აღმოვაჩინოთ და მოვაქციოთ კონტროლის ქვეშ. ამიტომ ხშირად გვიწევს დაჯარიმება ასეთი ბიზნეს ოპერატორების და განადგურება სურსათის, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. პოლიტიკური პარტია გირჩის წევრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი თორნიკე მითაიშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემაა აიპებში არასაჭირო ზედმეტი შტატები. მისი თქმით, ამის გამო ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვას ხმარდება და რეალური პრობლემების მოგვარება მათ შორის ამგვარი მიზეზებითაც რთულდება. ოპოზიციონერმა დეპუტატმა გურია ტივის გადაცემაში სივრცე დიალოგისთვის ისაუბრა ლანჩხუთში არსებულ პრობლემებზე, რაც განსაკუთრებით სოციალურ საკითხებსა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაში გამოიხატება. წარმოიდგინეთ 27 მილიონით რა უნდა გააკეთო, სულ რომ მოიდომო ყველაფერი გზას დაახარჯო, სანიაღვროს დაახარჯო, ფიზიკურად არ გეყოფა. ეს რა თქმა უნდა საწყისი თანხაა და ამის შემდეგ ჩვენ გრანტებსაც ველოდებით და სხვადასხვა სამინისტროებიდან გარკვეულ თანხებს ველოდებით, რომ სხვადასხვა პროექტები განხორციელდეს, მაგრამ უბრალოდ ეს არის, ასე ვთქვათ, იმ სტაფის შენახვა, იმ მომუშავე პერსონალის შენახვა, რომელიც იქ იმყოფება. მე როცა საუბრობდი, რომ მე დავინახე დადებითი მხარეებიც და ხედავ უარყოფით მხარეებსაც, პირველ რიგში გულისხმობ ამას, რომ გაბერილი შტატები, სადაც მაგალითად კულტურაზე და სპორტზე ჯამში რომ 6 მილიონზე მეტი იხარჯება, უბრალოდ კითხვა დავსვი, რომ საიდან, მე მესმის მაგალითად ჩემს სოფელში კულტურის სახლია გასარემონტებელი ამორტიზირებას ექვემდებარება უკვე და რავი, ბევრ რამეს საჭიროებაა მაგალითად ფარდების არ არსებობს კულტურის სახლში, სადაც ბავშვები უშუალოდ სხვადასხვა წრეზე დადიან და ემზადებიან მშობლებთან ერთად. საპირფარეშოც კი არ არსებობს. იქნება მთანხებით ეს კეთდება და მე პრეტენზია არ მექნება თქო, პირიქით მივესალმები თუ რამის კარგს გააკეთებ თქო, იმიტომ რომ ეხლა მაინც გამოყოფილია ეს თანხები და მე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, რომ სახელმწიფო კარგი მშენებელი არაა, ცუდად თუ კარგად მაინც თუ გააკეთებენ, მე მივესალმები, ხო, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის სიტყვაზე ვინ გააკეთებს ამას, ხელისუფლება თუ სხვა. მილიონიდან 80%-ზე მეტი შეიძლება კიდევ უფრო მეტიც იხარჯება მხოლოდ ხელფასებში. მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემა ჰელსინკის კომისიის ხდომა, სახელწოდებით ქართული ოცნების მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა და განცხადებები, რომელიც კომისიის წევრებმა გააკეთეს. ლორა თორტონის თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის. მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ შეატრიალა სცენარი, ვინ არიან საქართველოს მეგობრები და ვინ არიან საქართველოს მტრები. აღნიშნულ თემაზე თბილისში გამოხმაურებები გრძელდება. ძალიან მარტივია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან
გააგრძელონ არსებობა, გააგრძელონ ბრძოლა დემოკრატიისთვის. კრიტიკული ხმა ისმოდეს და ისინი რომ სხვადასხვა ფორმებს იყენებენ ამისთვის არის ნამდვილი გმირობა. კი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები დღეს არიან გმირები, რომ კიდევ აგრძელებენ საქმიანობა საქართველოში და ვინც ებრძვის დემოკრატიას საქართველოში არის ქართული ოცნება და შალვა პაპუაშვილი არალეგიტიმური პარლამენტიდან. რაც შეეხება ქალბატონ თორტოს, რომ წამლად ერთი ამერიკელიც იქ იყო შეხვედრაზე, ქალბატონ თორტოს მან პირდაპირ მეორე ადამიანია მარტაკოსის შემდეგ, რომელსაც პირდაპირ აღიარა, რომ არსებობს არალეგალური შავი სქემები საქართველოში ფულის შემოტანის, საკუთარ თავს ჰკითხონ ყველა ის ცვლილება, რატომ გახდა საჭირო, რომელსაც ჩვენ ვიხებთ. იმიტომ გახდა საჭირო, რომ ევროკავშირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას მარტა კოსისვე აღიარებით, ცდილობს მის გვერდის შემოვლას. ლორა თორნტონის აღიარებით აქვს სქემები დალაგებული. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირის წევრ ესტონეთში არის ყალბი ორგანიზაციების რეგისტრაციის სისტემა აწყობილი და რისთვის არის აწყობილი, თქვენ ხო ნახეთ ხო იქ ნიფ-ნიფის და ნუფ-ნუფის სახლში რო არის შენობაში რა რეგისტრირებული საერთაშორისო გამჭვირვალობა და კიდე 20 ორგანიზაცია ერთმანეთზე ხედან ეთყობა იმ ოფისში. NGO-შნიკი და რომელიღაცა ელჩი თუ დონორი თუ ვიღაცა და მოიფიქრეს, მოდი ახლა ჩვენ ჩუმად სადღაცას დავარეგისტრიროთ, მე იქ ჩაგერიცხავ, შენ შემდეგ კრიპტოვალუტით გადმორიცხავ, ასეთი კრიმინალური ენერგიით, აქ უკვე აღარ არის საუბარი ჩარევა და არ ჩარევაზე, ხო? ამას უკან დგას ჩვეულებრივი კრიმინალური ენერგია, მოიფიქრო სქემები, როგორ დაარღვიო კანონი. BBC-მ ქართული ოცნების სარჩელს უპასუხა. საქმე ეხება 1 დეკემბერს BBC-ს მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება კამიტი გამოიყენა. BBC-ს სპიკერმა განაცხადა, რომ არხი მხარს უჭერს დოკუმენტურ ფილმში წარმოდგენილ ჟურნალისტიკას და მათ დამოუკიდებელ საგამოძიებო ჟურნალისტიკას თბილისში მიმდინარე პროტესტებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირების შესახებ. რაც შეეხება ქართული ოცნების პოზიციას, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკვე დაიწყეს მუშაობა საპასუხო მიმართვაზე და BBC-ს პოზიციას კვლავ გაასაჩივრებენ. არამხელს ქართული ოცნება ვინაიდან მიიღო პასუხები ის რაც არ ესიამოვნა ქართულ ოცნებას ეს არ იყო საჩივარი ეს იყო კითხვები რადგან გაეცა პასუხი BBC-სგან BBC-მ დაიყრდნო ფაქტებს მათ შორის იმ გამოძიებას რაც ჩაატარა და ყავს წყაროები რომელმაც მიაწოდეს მასალა რომელსაც ჩვენ არ გვიხილავს ამ გამოძიების ვიდეოში მაგრამ ისინი ფლობენ მასალას რის საფუძველზეც ასკვნიან რომ ეს იყო ქიმიური იარაღი რაც გამოიყენა ქართულმა ოცნებამ ასევე ამ პასუხსაც გამოაქვეყნეს BBC დარწმუნებული იმიტომ რომ ქართული ოცნება კარგად ჩერდება და პირიქით ეცდება კიდევ უფრო დაძაბოს ურთიერთობები ბრიტანეთთან. მე მთელი გულით მოუწოდებ ივანიშვილის შაპიტოს მონღოლ მეჯოგეს, რომ აუცილებლად უჩივლოს დიდ ბრიტანეთს გაერთიანებულ სამეფოს, აუცილებლად უჩივლოს და რაჩიცაც დაიჭერს ბოლოში ნახავს მისი ბოტოტა ხელებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის 2 მოქალაქე, ხოლო მოსამართლის განჩენების საფუძველზე კიდევ ერთი პირი თბილისში, ბათუმში სხვადასხვა დროს დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება ალფა PFP და გამომშრალი მარიხუანა ნიუთ მტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის პოლიციის ისანის სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძარცვის ბრალდებით 2010 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა ნივთს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეისათვის სულ ეს იყო, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.